რატომ მიკეთია სათვალე. გადავწყვიტე, რომ ჩემი სიბრმავე გამოვასწორო და გავიკეთო ოპერაცია. მაგრამ სანამ ოპერაციას გავიკეთებდე, მანამდე საჭირო იყო რაღაც კვლევები. შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ოპერაციის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ბრმა ვარ -5 მაქვს ორივე თვალში. ანუ ვაფშე ვერაფერს ვერ ვხედავ სათვალის. კორექცია უფრო ქვია მაგას რა ოპერაცია. მე რაც მაქვს მეგობრებო გაკეთებული თავის დროს მეც ბრმა ვიყავი. მოგესალმებით. მიშა ომიაძესთან ადრე მე და ნანკა კალატოზიშვილმა ნანუკა შოუმ გააკეთა რა ნანუკა ჟორჟორიანმა გაგვიკეთა საჩუქარი და ეს ჩემი სიბრმავე მეორე დღესვე 100%-ით დამიბრუნდა მხედველობა, ხო და მარიამი ბევრად ბრმა არის ვიდრე მე ვიყავი, ასე რომ გადაწყდა რომ გაიკეთოს და დღეს უთხრეს რა? დღეს უნდა გამეგო საბოლოო პასუხი, 2 კვირაა რაც სათვალეს ვატარებ, ეს აუცილებელი იყო რომ კვლევაზე გამოჩენილი იყოს სწორი პასუხი, შეიძლებოდა თუ არა კორექციის გაკეთება და დღეს მახარეს რომ შემიძლია კორექციის გაკეთება და ვარ უბედნიერესი. ჩემთვის არის წარმოუდგენელი რომ 100%-ით ვხედავ და იმიტომ რომ სადღაც მე-7 კლასის მერე ლინზები მიკეთია და საერთოდ არ ვიცი ჩემი საკუთარი თვალით სამყარო როგორია. გადავწყვიტე რომ ამ ზაფხულს არ გავიკეთო, რადგან კორექციის შემდეგ რაღაც პატარა შეზღუდვები მექნება და ამიტომ არ ვაპირებ რომ ივნისი ჩავიშხამო და ოპერაცია გადაწყდება სავარაუდოდ სექტემბერი-ოქტომბრისთვის. ყაზბეგზე არის ერთი მაღაზია პროტეინ მარკეტი და გვინდოდა რომ დაგვეტესტა თინუსის სათალე. ეს რა არის? არის კალმარის შებოლილი კალმარი. ნუ მაგის გარდა კიდე პირველად ვნახე რომ სადღაც იყიდება ქათმის ფარში და ავიღეთ და რაღაც ხორცეულობა მოკლედ და უნდა დავტესტოთ. მე ოპერაციების მერე ისეთი გაფუჭებული მაქვს სხეულის ფორმა, რომ არ ვიცი უბრალოდ მართლა. ისეთი გაფუჭავ როგორ? ცელულიტი ცხოვრებაში არ მქონია და ეხლა ხვდები რომ აქვს. ნახიმენ დაწეულეთ რა ხალხო გეხვეწებით რა, რო პროსტა ნამუსის კარგი საქონელია რომ გაიჩითოს რა. მალია. მე ხო ვიცი რა მქონდა აქამდე და რა მაქვს ახლა და ცელულიტი მაქვს და კარგული აქვს ხელის ფორმა, მოკლედ დაახლოებით 7 თვე არ მივარჯიშია და გიჟივით ჭამდით კბილეულს და მიხარო და მაინც არ ვიმატებ ხო, მაგრამ წონაში შეიძლება არ ვიმატებდი, ესე ვთქვათ, ციფრები არ ემატებოდა სასწავლო და პირიქით უფრო გამხდარიც ვარ და ვიყავი, მაგრამ ცელულიტი ცხოვრებაში არ მქონია და გამიჩნდა. ეხლა ჩვენ დავიგრძელოთ წამწამები. ესეთი ჩანთა მაქვს, სადაც მიწყვია ყველაფერი. პირველ რიგში წამწამები დავიბანე, კარგად. და ეხლა ესე ავიბრიხოთ. კარგად უნდა ავიბრიხოთ, რომ უფრო მარტივი გახდეს დაგრძელება. შემდეგი ეტაპი არის წამწამების შერჩევა. მე მაქვს აი ესეთი წამწამები, არის 8-დან 14-მდე. ეს შევიძინე ვაგზალზე. მაქვს 2 წებო, ერთი არის SS-ის, რომელსაც აქ ვერ ვშოულობდი და გამოვაგზავნინე ჩემს დას და მეორე არის კატრისის. ორივე ძალიან მომეწონა, აი მართლა რა ვიცი, ჩვეულებრივ 4-5 დღე თავისუფლად მაქვს წამწამები და აღარ ვაპირებ რომ ეს სპეციალისტთან დავიგრძელო ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია ჩემით როცა ვიკეთებ, შემდეგ უკვე როცა მინდა მოვიხსნი და როცა მინდა თავიდან გავიკეთებ და არ მომწონს როცა სპეციალისტთან იკეთებ, არ ვიცი ეს ჩემი წამწამების ბრალია თუ სხვებიც ეგრე ხართ, მაგრამ აი უკვე გაპუტულ ქათამს რო ემსგავსებიან, უკვე რო ის ეფექტი აღარ აქვს, როგორიც პირველი 2-3 დღე აქვს და ეგ ძალიან არაკომფორტულია ჩემთვის, ამიტომ მირჩევნია რომ ჩემით გავიკეთე ხოლმე სახლში. აქ გვჭირდება ორნაირი ესეთი პინცეტი, ერთი საორცხელი, სველის სალფეტკი, რომ ეს პინცეტები გავწმინდოთ, იმიტომ რომ თუ გადავიდაწებო ამაზე და ისევ ამ პინცეტი გამოვიყენეთ, ისევ ეს პინცეტი გამოვიყენეთ, ძალიან მოგვიშლის და დაგვაგლიჯავს ნერვებს. ბოლო პერიოდი კატრისის
წებოს ხმარობ და მოდი ეხლაც აი ამას გამოვიყენებ და დავიწყებ სავარაუდოდ შიდა კუთხიდან. დავიწყოთ რვიანებით. ეს წამწამები არ არის ძალიან ესეთი სქელი. ანუ სადღაც ალბათ 2D არის მიუხედავად იმისა, რომ 3D აწერია. და ბუნებრივად ჩდება თვალზე და ძალიან კარგი ხარისხია სხვათა შორის, ძალიან რბილია და პირველად მაქვს ეს წამწამები და საკმაოდ მომეწონა. აი ესე ავიღებთ წამწამს. აი ესე. უშუალოდ წამწამს წავუსმევთ წებოს. შემდეგ ესე ზემოთ ავიხედებით. რაც შეიძლება ახლოს წამწამთან დავიფიქსირებთ. უნდა ვეცადოთ, რომ წამწამებს შორის არ დავტოვოთ ადგილი. აქ გავიკეთებ 3 ცალს, 3 8 ნომერს, ანუ ყველაზე პატარას. ყოველთვის ჯობია, რომ წინასწარ ამოიღოთ და დაილაგოთ, რომ მე ამაში დრო არ დახარჯოთ, იმიტომ რომ შეიძლება გაგიშრეთ წებო. მოკლედ მე ხა დავასრულებ წამწამების დაკრობას და საბოლოო შედეგს გადახებთ. დავასრულე. მგონი ლამაზი გამოვიდა. და იმედია ორივე თვალი ერთნაირად არის, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი ტანჯვა, რომ ორივე თვალი სხვადასხვა გამომდის და მგონი დაახლოებით ერთნაირად არის. ეხლა დრო ეს ყველაფერი მივალაგო. ჩემი მოკუთვნილი მოგებული ამანათი მომიტანეს. და სამძიმია, მე უფრო პატარას ველოდებოდი. მადლობა. ესე იგი, ცხოვრებაში არაფერი არასოს არ მომიგია და მოვიგე ტადამ დრიმის აეროგრილი. ეხლა მომიტანეს. ძალიან გამიხარდა. აეროგრილი გვაქვს, მაგრამ ეს რაღაც აშკარად უკეთესი ჩანს. ო! ნახე, დიდი აეროგრილი გვაჩუქეს. ძალიან დიდი მადლობა Dreams. იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად რაღაცა მომაგებინეს. დამეხმარები? ძალიან დიდია და ძალიან მასიურია. ხო, ფერი მკითხეს და შავი ავარჩიე. ობამა. აი, ესეთი მოდელია. დიდია. დიდია და ლამაზია. ძალიან ლამაზია, აი ძალიან. წყლის ხო. ორთქლზე რო დაამზადე. კი, ეგ უნდა გადავყაროდე. კარგი ამბავია ის, რომ თან ჩვენს ძველ გრილზე დიდია და პლუს ზედა ქვედა წვა აქვს, რასაც ხო, ჩვენსაც არ აქვს. და პლუს კიდე ამას 300 გრადუსამდე აქვს, მაგრამ ძალიან გამიხარდა. და ორთქლიც აქვს. ძალიან კარგი. ნახეთ რა გემრიელობა გავაკეთე. აქეთ დამის ბლინები, რომელიც ცოტა შელახულია და აჯაფსანდალი. მოვიდა და სილა მომიტანა. რატო მომიტანე და სილა რად გინდა? იმიტომ აქუნდა ქნა აქუნა ესე უნდა ქნა. აუ გაქირა. ეს არის იასამნისფერი ყური, ესა ლურჯი. ეს იასამნისფერი. რომელი გინდა? ვარდისფერი. კაი. კაი? შენ წითელი. ეს ორი. ლევასიკი. ფეხებს აფერადე? დეგა ფეხებს ვაფერადე. ხო, და კაი. აი ციტლეთვე. აი მარტო შიგნით ყოჩახ. ნამდვილი მხატვარი ხარ და რა ლამაზია. აი მე როგორი გადაჩვეული ვარ ვარჯიშს. აი მე. ოკეი, ამოატრიალეთ და წავედით. ხო, აქ რა არის თავი კიდე. გავწყდი.
დავწყდიდე. ძალიან დავიხარე. აუ ისე გამიჭირდა ვარჯიში, ისე გამიჭირდა. ანუ აი ძალიან გადაჩვეული ვარ. მაგრამ კაი იყო. ამ ძალიან მირთყა. რა ისი რამ წარია? ეს თვალი ამომთხარე. იმენა თვალი ამომთხარე. ვინე ლავაშია. ბიჭო ძალიან წარია, ლავაში ეძახე და თვალი ამომთხარე. გავიკეთოთ მაკიაჟი. ეხლა მივდივარ. ეს ჭიქა რო არა, მე წყლის დალევას არ დავიწყებდი. მივდივარ ერთ-ერთ კომპანიასთან გავისაუბრო, გავიაროთ რაღაც დეტალები, გავიგო მათი პირობები და ასე შემდეგ. მოკლედ რისი თქმა მინდოდა. მე არ მილაპარაკია ჩემ ოპერაციასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩემთვის ცოტა სენსიტიური თემა და ბევრის ლაპარაკს არც ახლა არ ვაპირებ. იმიტომ რომ არ ვიცი, ცუდად მოქმედებს ჩემზე, როცა მაგაზე ვლაპარაკობ და არ მინდა გახსენება. 3 თვის წინ გავიკეთე ოპერაცია pelvic floor. ალბათ ბევრმა იცით, რასაც ნიშნავს. მქონდა დაწევა. გავიკეთე ოპერაცია, რაც ცოტა გამერთულდა. ჩათვალეთ ერთი ოპერაციის შემდეგ დამჭირდა კიდევ 2 ოპერაციის გაკეთება, იმიტომ რომ წავიდა რაღაც ანთებები. მოკლედ არ მინდა მოგყოფილს ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემი ბრალი არაფერი არ იყო. მეტი ყურადღება მჭირდებოდა მედპერსონალის მხრიდან. რა მოყვა ახლა ამ ჩემს ოპერაციას? მოყვა ის, რომ წონაში საკმაოდ დავიკელი, მაგრამ ძირითადად ვიყავი სულ წოლიარე და მჯდომარე პოზიციაში. რაღაც მომენტში 47-იც ვიყავი. სადღაც 3 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ავსულიყავი 50 კილოზე. მიუხედავად იმისა, რომ 50 კილო საკმაოდ დაბალი ზონა, იმიტომ რომ მე ვარ 1.70 მ, მაინც გამიჩნდა ცელულიტები. ეხლა დავაკვირდი საერთოდ ჩემს ხელს. აქამდე არც კი ვიყურებოდი სარკეში, ანუ იმდენად გადართული ვიყავი იმაზე, რომ უბრალოდ ეს რეაბილიტაცია მალე მორჩენილიყო და ეხლა ხანს ჩავიხედე სარკეში. და აღმოჩნდა, რომ ჩემს სხეულის ფორმები არის ძალიან შეცვლილი. კუნთის მასა საერთოდ გამიქრა. და თან ზაფხული მოდის. ეს ყოფილი ძალიან არ მომწონს. ეხლა გავიარე ექიმთან კონსულტაცია და დამთონება, რომ ნელ-ნელა დავიწყო ვარჯიში და ვაიმე ეს რამდენი ხანი დამრჩა ეს. და უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ვარჯიში, ანუ ბოლო 1 წელი განსაკუთრებით აქტიურად ვარჯიშობდი და ჩვეულებრივ ანუ მოთხოვნილებაში გადამივიდა უკვე. ჩემი ვარჯიშის მიზანი ბოლო პერიოდში უკვე იყო ის, რომ უბრალოდ როგორც საჭმელს ვჭამ, როგორც კბილებს ვიხეხავ, რაღაც რუტინა გახდა რა და ძალიან შეეჩვია ჩემი ორგანიზმი და ჩემი ფსიქიკაც ამ ყველაფერს და მასთან განშორება ჩემი ფსიქიკისთვის აღმოჩნდა ძალიან რთული. და დავიწყე ვარჯიში დაახლოებით 3 დღეა და თავს გრძნობ გადასარევად, მაგრამ ერთი შეზღუდვა მაქვს დროებით, დაახლოებით 1 წელი ოპერაციებიდან, რომ არ შეიძლება წონებით ვარჯიში, არ შეიძლება ისეთი ვარჯიში, სადაც მუცლის წნევა იზრდება. ზოგადად წონების გარეშე ძალიან რთულია, რომ კუნთის მასა მოიმატო და რაღაცა ცელულიც ებრძოლო და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ, მაინც ყველაზე ეფექტური არის წონებით ვარჯიში.
და ნუ გარკვეულ ვარჯიშებზე შეზღუდვაც მაქვს და ამიტომ ვიფიქრე, რომ რაიმე პროცედურებით ჩემს ცელულიც წავეხმარებოდი. ზუსტად მაგამ ბავზე მივდივარ ახლა. იმედია ივლისში ოდნავ უკეთესობა მექნება ცელულიტის მხრივ მაინც. ჩემზე ისე მოქმედებს მართლა ეგ ყველაფერი, ისე მოქმედებს, რომ შეიძლება უბრალოდ გარეთ გასვლა აღარ მომინდეს, ანუ ხო სისულელე და აბსურდია 50 კილო ადამიანი რომ მაგას ამბობს, მაგრამ ნუ რა გავაკეთო, მთელი ცხოვრება მაგას ვებრძვი. მიყვარს, როცა კარგად გამოიყურება ჩემი სხეული. არასდროს არ მიცდია არც მასაჟები ანტიცელულიტური, იმიტომ რომ არ დამჭიროებია. და გამიჩნდა ცელულიტი, თქვენი აზრით. მიზეზი იყო ის, რომ ვჭამდი განუსაზღვრელი რაოდენობით ტკბილს. სასწორზე არ მემატებოდა წონები, ანუ საერთოდ პირიქით ვიკლებდი, მაგრამ ვიკვებებოდი ძალიან არაჯანსაღად. ძალიან არაჯანსაღად და ეხლა მივხვდი, რას შვება არაჯანსაღი კვება, ანუ ტკბილი კონკრეტულად, როგორ შეუძლია რომ სხეულის ფორმა შეცვალოს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სასწორმა უფრო ნაკლები ციფრები განახოს და საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი სასწორზე რა ციფრებს განახებს, მთავარია სარკეში როგორ მოგწონ შენი თავი და როგორ გამოიყურები. მაინც მიხაროდა ის ფაქტი, რომ ყველაფერს ვჭამდი ტკბილს, ცომელს და ასე შემდეგ და არ ვიმატებდი წონაში, მაგრამ ეგ საერთოდ არ არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ ბევრად უკეთესია, რომ დაბალანსებულად ცილიცავსე პროდუქტები მიიღო და ნაკლები ტკბილეული და ნახშირწყალი, არასასარგებლო ნახშირწყალი. არ ვიცი, ცხოვრებაში პირველად დავიწყე კვებაზე ყურადღების მიქცევა, ანუ ცილაზე თუ რამდენ გრამ ცილას ვიღებ. ეს პროცედურებიც არ ვიცი რა შედეგს მომცემს, იმიტომ რომ არასდროს არ გამიკეთებია და ძალიან მაინტერესებს მართლა. ეხლა მინდა ცოტა ბაღზეც გეჭორაოთ. დამითავიდან ბაღში რომ მივიყვანე, ანუ ყველა შოქში იყო იმის გამო, რომ ბავშვი ანუ სიხარულით რჩებოდა, 1 წამი არ ქონია პრობლემა პირველივე დღეს დარჩენაზე და საერთოდ ანუ აი არანაირი პრობლემა არ ქონდა ბაღში გაჩერებაზე და ყველას ეკონა, რომ ეს არ იყო დამისთვის პირველი ბაღი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ის სტრესი არ გამივლია, რასაც 90% დედების გადიან. ბოლო პერიოდი დაეწყო ეგ მომენტი, რომ ტირის არ უნდა ბაღში დარჩენა, უნდა რომ მეც იქვეჯდე, რაღაც მომენტში თითქოს წამოსვლაც არ უნდა, მაგრამ არც დარჩენა არ უნდა და რაღაც დღეები ისე გადის, რომ ანუ რომ მეუბნება, რომ არ მინდა ბაღში წასვლა, უბრალოდ არ მიმყავს. რაღაც დღეები მიწევს, რომ მაინც წავიყვანო და დავტოვო. რაც ჩემთვის არის ძალიან სტრესული. აი ძალიან სტრესული. რამდენიმე რაღაც ვცადე. ერთ-ერთი იყო გამოპარვა, რასაც საერთოდ არ ვემხრობი, ჩემი აზრით, ძალიან არასწორია, როცა ბავშვს ატყუებ და ეპარები. ძალიან განვიცდიდი, როცა ამას ვაკეთებდი, ალბათ 3-4 ჯერ გამოვიქეცი, ესე გამოვეპარე და მთელი დღე მე მუშხამული დავდიოდი, იმიტომ რომ ბავშვი მოვატყუე და ჩუმად გამოვეპარე. ბოლოს უკვე გადავწყვიტე, რომ არანაირი ტყუილი აღარ იყოს და უბრალოდ მივიყვანო და ვუთხრა, რომ ეხლა ის დარჩება ბაღში თავის მეგობრებთან ერთად და მასწავლებელთან ერთად და მე მივაკითხავ და გამოვიყვან. მაინც მიჭირს, იმიტომ რომ ხედავ როგორ ტირის და როგორ არ უნდა დარჩენა, მინიმუმ იმიტომ მაინც ვარ მშვიდად, რომ არ ვატყუებ. ცადი ასევე ის ხერხი, რომ ყველაზე დიდი ხანი მაგას ვაკეთებდი, მეც ვეჯექი ბავშვებთან ერთად. ბოლოს მე მივხვდი, რომ რაც უფრო დიდი ხანი ვჩერდებოდი მასთან ერთად, უფრო უჭირდა განშორება და უფრო მეტად ნერვიულობდა, როცა მოვდიოდი უკან და გადავწყვიტე, რომ ეგეც არასასარგებლო ხერხია და გადავწყვიტე, რომ აღარ გამოვეპარო, აღარ დავუჯდე იქ და უბრალოდ ვუთხრა, რომ მივალთ ბაღში და მე მოგაკითხავ და წამოხვალ სახლში. დღესაც იგივე რაღაც გავიარეთ და ცოტა სუთხასია ვარ მაგის გამო. დღეს არის შაბათი
დავიფიქრეთ, რომ დამისადმე გავიყვანდით, მაგრამ 2 დღის წინ ვიყავით ლისზე და მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათი იყო, იმდენი ხალხი, რომ ანუ აზრი არ მქონდა ახლა ლისზე წასვლას და გადავწყვეტე ახლა წავიდეთ გიორგის პაპასთან. Шакуки мугаймовар, ნახეთ რა საყვარელია. მარწყვები. ეს არის გრილი, ხო? ეს არის ულტიმატ ჩოფერი. ამოხვალ? მოდი. უი! მაკ. აი მე არ გადავარდეს. გაუშვ. რას აკეთებთ? ახალ გრილს ტესტავთ. აუ შოტია. შოტია. ნახე რა დაფა რა გრილი. მანამ გავჭირი, ჰა. ეს მაქონდა. ეს აი მაშინა დავამუშავოთ სერ ბარბეკიუს სოუსი. ეს ვისი ხორცია ღორია, ხო? ეს თქვენთვის ქათამია აქვს. აი ამოჭეჭყია. ხებ. აი ფულს. ფული გაქვს? გინდა? კი, მომერა. რას მაძლევ? დიდი მადლობა. უფრო ნევათვით და დავბერდებით. რა ქნა შეშემა ხომა დავალადე. ხშია? მაგრად. ვაუ, ნამდვილი სპაიდერმენი ხარ. შეწვეს ხურის წვადია თუ რა არის, რა ქვია, რა დავარქვა. ხურის ბარბეკიუ გავაკეთე. ხურის ბარბეკიუ პირველად ატესტა გიორგიმ თავისი გრილი. ჩემ გარდა ყველა ჭამს. იმიტომ რომ მე არ ვჭამ ხურის ხორცს. მაგრამ უდაოდ ძალიან გემრიელად გამოიყურება. დახვებით 9 საათის წინ მოვედით სახლში. სანთრალი ვარ. ანუ პაპამ დაგვალევინა რაღაც კონიაკი. მე და ლიზას და აი სანთრალი ვარ. უკვე ძინავს. მე თემუს ამანათი ჩამომივიდა რისი გახსნის თავიც ახლა არ მაქვს და უკვე დავასრულებ ამ ვლოგს. ეხლა უნდა წავიდე დავიცინო, იმიტომ რომ ძალიან მეძინება.